ესე იგი, გარეთ როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენთან იქნება შესანიშნავი ამინდი დღეს მთელი დილის განმავლობაში, იმიტომ რომ ყავს შესაბამისი სტუმარი, მთელი გადაცემის განმავლობაში. კი ბატონო, მაია ბარათაშვილი მის ხელთ არის სამზარეულოც, ბურთიც, მოედანიც და არ ვიცი, მიკროფონიც, დილამშვიდობისა, მაია. გვიხარია რომ ესე ადრიანად იწყებ დილას ჩვენთან ერთად, რაც ნამდვილად კარგია და უხარია დარწმუნებული ჩვენს ტელემაყურებელს და სულ ამბობ ხოლმე ერთ რამეს, რომ ამ ქალს ისეთ საოცარი ენერგეტიკა აქვს ხოლმე, რომ ეს ენერგეტიკა შემდეგ გადამდები ხდება და მოდი, რამდენიმე წამში გავიზიაროთ ჩვენს ეს ენერგიები. კულინარია, ჯაზური ელემენტები. ესეც ასე. აბა დილამშვიდობის ქალბატონებო კიდევ ერთხელ დღეს ხართ ჩვენი სტუმარი და ყველაფერი გვაინტერესებს თქვენ ისე კარგად გამოიყურებით რომ ძალიან გვაინტერესებს თქვენი ხრჩევები ხრიკები როგორია თქვენი დილად და თქვენი წამყვანი მყავს ულამაზესი ძალიან გამოიყურებით დიდი მადლობა დილამშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო დღეს ვაკეთებთ ლიბანურ სალატს ტაბულეს რომელიც მე ძალიან მიყვარს რომლის რეცეპტიც გამიზიარა ერთმა ლიბანელმა ბიზნესმენმა, რომელთანაც მუშაობდი 13 წელი, დიდი გამოცდილება მაქვს. საერთოდ ლიბანური სამზარეულო ძალიან მიყვარს, ხუმუსი მიყვარს, ფალაფელი, ეხლა რაც დავასახელე, არის ყველაფერი ვეგანური. მე არ მიყვარს ხორცი. ხო, აი, ამიტომ მინდა და მეკითხა. მე არ მიყვარს ხორცი და მიყვარს ვეგეტარიანულ ვეგანური საკვები და ტაბული რატომ მიყვარს იცით, რომ მთელი ქვაბი რომ მიირთვათ, არაფერი არ მოგივა. ანუ არ მოიმატებ არ გასუქდები ძალიან მსუბუქია ძალიან სასარგებლო ინგრედიენტები მე მგონი დავიწყოთ ხო უკვე ნელ-ნელა რაღაცები მითითებით ვასრულებ ბულგური კი ბატონო ბულგური დამბალი კი ბატონო არის ძირითადი ინგრედიენტები რა არის ვისაც ვთქვათ მოუნდება რომ შემოგვიერთდეს ეს კი ბატონო ძირითადი ინგრედიენტები ეს არის პომიდორი ეს არის უხვად მწვანილი ძალიან დიდი რაოდენობით ხახვი და ოხრახუში განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით ეს ყველაფერი იჭრება წვრილად გადაირება ბულგური დამბალი წყალში იმისთვის რომ შემდეგ უკვე გადაურიოთ ცალკე მომზადდება ხო ვასხავთ დუღარე წყალზე ცოტა ხანი ძალიანაც რო არ ჩაიხარშოს და შემდეგ უკვე ზეითუნის ზეთი უხვად ლიმონი არ დაგენანოთ მეგობრებო ეს არის სალათი, როდესაც რაოდენობა არ არის ლიმიტირებული, რაც მეტი ოხრახუში და ხახვი შედარებით ნაკლები, ოხრახუში უფრო დიდი რაოდენობა. აქ ისეთი ინგრედიენტები ჩამოთვალეთ თქვენ, რაღაცა დეტოქს სალათი არის, ხო? აბსოლუტურად, ეს არის უგემრიელესი. ახლა კიდე ერთი რამეა, რომ პომიდორი უნდა დაიჭრას წვრილად. რაც შეიძლება საერთოდ ყველაფერი თითოეული ინგრედიენტი უნდა დაიჭრას წვრილად. ქალბატონო მაია, ეს რა მაინტერესებს? ჯაზი ხომ თავიდან ბოლომდე იმპროვიზაციაა და ეს არის რაღაც საოცარი სანახაობა და სიამოვნება ყურისთვის. კი ბატონო. აი კულინარიაც იმპროვიზაცია გარკვეულწილად, მაგრამ რაღაც გარკვეული წესების დაცვა ისევე როგორც მუსიკას და სიმღერას ჭირდება. აი თქვენ რამდენად ხშირად მიმართავთ ხოლმე იმპროვიზაციას სწორედ მომზადების პროცესში თუ აი ესე რაღაც ძალიან კლასიკურად ზედმიწევნით ხო? იცი რა არის ჩემო კარგო, იმპროვიზაცია კი არის, მაგრამ იმპროვიზაციას თავისი წესები აქვს, წესები თუ არ დაიცავი, ისეთი კაკაფონია გამოვა, რომ ხალხი გაიქცევა. ამიტომ პროფესიონალიზმია საჭირო. ნუ აქ საჭიროა რასთან როდის რა მომენტში, ხო დრო ადგილი შინაარსი და ფორმა და ასე შემდეგ გემოვნება ხა ამას რომ მოაყარო და უშვათ რაღაცა ესეთი ინგრედიენტი როგორიც არის ფინიკი და შაქარი საერთოდ არ მოხდება ხო მაგრამ არის სალათები სადაც მაგალითად ქლიავის შირი ძალიან ხდება ხო გააჩნია იცით რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში ახლა ერთ ფრაზას ვიტყვი ძალიან მიყვარს მე საერთოდ არაბული ენა ძალიან ლამაზია მაგრამ ლიბანური ჰაბიბია ნურელაი ანა მაჟღულე ჰალა ხო და აი ეს სალათი სხვათა შორის მე რო თავის დროზე
თითო დღეს ჩემი მუშაობის პერიოდში თითო ფრაზა მესწავლა, მე ახლა ვილაპარაკებდი არაბულად ძალიან ესეთ ნამდვილად. არც ახლა არ არის გვიან. არასდროს არ არის გვიან, არასდროს. ნამდვილად. ახლა შეგიძლიათ რომ ეს ექსპერიმენტი ასე ვთქვათ. არა, ახლა აღარ მუშაობ უკვე დამთავრდა ეს კონტრაქტი. მე მაინტერესებს, როგორ იწყება თქვენი დილა, როგორია თქვენი საუზმე, შემდეგ დღის რაციონში ან სილას როგორ იღებთ, რადგანაც ხორცი მომხმარებელი არ ხარ. როგორ იღებთ, ეს რა კარგი კითხვა და სამედიცინო კითხვა დამისვით. დილას ვდგები ადრე, ხო, არ გამოვარდეს. დილას ვდგები ადრე, ჩემი საყვარელი ასე ვთქვათ, დილის საუზმე არის უკოფეინო ყავა ნუშის რძით. იმდენად რამდენადაც მე დესერტს არ მივირთმევ. იმიტომ რომ წონა უნდა შევინარჩუნოთ. ან ტკბილეულს ასე თავს არა. ხო, ნამდვილად, უკვე დიდი ხანია წლებია. და დღეს მოგვიმზადებთ ჯანსაღ დესერტს. მე დღეს მოგიმზადებ ჯანსაღ დესერტს, რომლითაც შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. აი ეს დამცხვები არავის არ ვერჩი, მე ძალიან მიყვარს ტკბილი საერთოდ, მაგრამ ასე ვთქვათ, თუმცა მასზე უარის სურვილი სამებრო. კი, რა თქმა უნდა, ოღონდ ჩანაცვლება შეიძლება ჯანსაღი პროდუქტებით, ოღონდ ბევრი არა, ცოტა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როგორ არის იცით, რატო ასუქებს ნამცხვარი, იმიტომ რომ იქ არის კომბინაცია ნახშირწყლების, ცილის, შაქრის და ეს ყველაფერი ღვიძლი ამას ვეღარ. აი თქვენ ახსენეთ რომ ხო ხორცს არ მივირთმევ. კარგი, რით ვანაცვლებთ ამ შემთხვევაში მაშინ? თევზი შეიძლება, მე მიყვარს ძალიან ყველი. ძალიან მიყვარს ყველი, ხაჭოს მივირთმევ. ხაჭოს აუცილებლად მივირთმევ, უხვად მინდა გითხრათ. საერთოდ ჩემს მიერ მოხმარებული პროდუქტი არის ძალიან შეზღუდული. ნუ ესე მოხდა, რაც მიყვარს. ზარეალი შევიწრობდა. აზირიალი შევიწრობდა. ჩემი სურვილი. თქვათ თქვენს გემოვნურ. იცი რა არის, ჩემო კარგო, მე ამას არ თქვენს გემოვნებას არ აკმაყოფილებს თქვათ ხორცი რაღაც ეტაპზე მიიღეთ ეს ხორცი არ გიყვართ თუ ეს პრინციპულად ვეგეტარიანელი ხართ და არ მიყვარს. დიდად არა, ისე რომ ბრაზილიაში, როდესაც ვიყავდი ბრაზილია მოგეხსენებათ ხორცის ქვეყანა, ნუ თავის ფეხით გამოვიდა ხორცი, დაეფინა თევზზე და მე სამბის ზეგვით წავიდა უკან ისეთი ხორცი იყო. ლამის დამელა არა, თევზი იყო არაჩვეულებრივი და თევზი მივირთვით მე და ჩემმა კოლეგამ. იცით რა არის, მე ყოველთვის ვამბობ, მე მაქვს მეორე ტიპის დიაბეტი, რომელიც მაქვს იდეალურად მოვლილი. ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, ვისაც დიაბეტი საერთოდ საქართველოში კი მოგეხსენებათ კაის მაჭამა გვიყვარს. შესაბამისად ბევრი ადამიანი არ შეიძლება იცით ცოტა უგულოთ, რა მოხდა დიაბეტია, შევჭამ ტკბილს, ხომ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში მე ესეთი წესი დავიდგინე, რომ თუ არ შეიძლება, ესე იგი არ შეიძლება და ამიტომ შედეგმაც არ დააყოვნა შესანიშნავად მადლობა ღმერთს ვგრძნობ თავს. იდეალურია როგორ ამბობთ, მაშინ ქართულ ტრადიციულ კერძებზე, აი რითი შეიძლება რომ ჩაანაცვლოთ მაგალითად ხაჭაპური, მაგალითად აი ხაჭაპური გეტყვით ეხლავე. აი მაგალითად მე ვგიჟდები ცომზე და მე ვგიჟდები ხაჭაპურზე ყველზე. წელიწადში ერთხელ, ნუ ორჯერ თუ მაინც დიდი ინტერვალია, წელიწადში ერთხელ აჭარული ხაჭაპური არის ჩემი, აი ყველაფერი. რას ვაკეთებ? უკვეთავ დიდს, გამოშიგნოს. შემდეგ ორმაგ ყმელს ვადებინებ შიგნით, რომ მოდის ეს გამოშიგნული, სადაც გამოფიტული საწყალი ხაჭაპური და შიგნით არის ყველი, ყველს მივირთმევ და გარედან ვტოვებ ცოლს. ანუ მე მოვატყუე ჩემი თავი, რომ მე ხაჭაპური ვიზუალურად ვსატყუებთ. გადაცილა მივიღე, კარაქს არ უშვები, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ძალდატანება საკუთარ თავზე, ესე ჩემ თავს დავუდგინე და ესე მსიამოვნებს, იმიტომ რომ რაც არ მივირთმევ დაუშვათ ცომს ძალიან მსუბუქად გრძნობ თავს. დავდივარ 14 კილომეტრს, ზოგჯერ იმ დღეს 20 გავიარე. 14 კილომეტრს თითქმის ყოველ დღე ზოგჯერ ნაკლებს, მაგრამ დავდივარ. ანუ ისე ხშირად ხედავთ. კი, ყველგან დავინახე. ალბათო მაია, თქვენ ხართ ჩემი აზრით 200 წლიანი. ღმერთმა რა იცი, მამა ჩემი იყო ხანგრძლივი 93 წლის იყო, ჩემი აქეთა, ჩემი დიდი ბებია, მე მგონი 100 წლის იყო, რომ გარდაიცვალა და ყოველ დღეს სვავდა
50 გრამ ნამდვილ წითელ ღვინოს. ხო, ძალიან კარგია. ასე ჩემაქმარმაც გადაწყვიტა ასე მკურნალობა და ორი კვირა არ ვიყავი და რა ჩამო. ნუ ალკოჰოლიზმში არ უნდა გადავიდეს. 50 გრამი ეს წითელი ღვინო და ეხლა მას არ მოვუხდას და აი რაღაცნაირად გაუგნებული ვარ აი ამ პრინციპულობით, დისციპლინით, მიდგომით, იმიტომ რომ აი წელიწადში ერთხელ ჭამ იმ საყვარელ კერძს, რომელიც ძალიან მიყვარს და მთელ რიტუალს ვაკეთებ და ისიც რაღაც საკუთარ თავს ატყუებს საბოლოო ჯამში. დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცი რა, წელიწადში ორჯერ აი რაღაც იშვიათად ძალიან ღომი ყველი ელარჯი ძალიან მიყვარს. აი გიშდები ელარჯზე და ელარჯი და გებჟალია არის ჩემი ყველაფერი. ასე ვთქვა და ადამიანს ელარჯი უყვარს. ხო, მოგვემზადებინა. რა ხახშრი მან. არა, დაგვეხვედრებინა ერთი კაი კვარაცხელი გასკალს. აი რა. ერთი კარგი ელარჯი დაგეხვედრები. ეს იგი და გებჟალია. აუ, ეს არის შედევრი. მაგრამ ნახეთ, ეს ძალიან მიყვარს მე, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ყოველდღიური საკვები. ანუ საკვები, რომლისაც მე არ მეშინი, ელარჯი და გებჟალია ისეთია. ჩვენ გვაინტერესებს თავადმაია, როგორ ინარჩუნებს ფორმას და აქეთ ვინიშნავთ მისი ხელმძღვანელობით ვამზადებ დღეს. არა. ბილეულის მიმართ ბევრ ადამიანს აქვს იმდენად დიდი გამოწვევა, რომ ვერ ამბობენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. შეიძლება ინტერვალებს ზრდით ხოლმე, თქვათ, როდის მივიღოთ ბილეული, მაგრამ აი არის, თქვათ, თქვენი ხრიკები გააქვთ, რითაც შეგიძლიათ რომ თქვათ ჩაანაცვლოთ ეს ტკბილეული. ჯანსაღი ტკბილეულია. ჯანსაღი, ციტრუსი, კი ბატონო, მარწყვი გადასარევია. დღეში რამდენჯერ მიირთმევთ? დღეში ორჯერ ან სამჯერ. ორჯერ გააჩნია. ბატონო? საუზმობ? აი საუზმობ იმითი რა ქვია, დიკაფ ლატე, ნუშის რძით არის ჩემი ტორტი. აი ეს არის ჩემი საუზმე. ხო, ნუშის რძით, არავით არის შაქარი, მაგრამ ეს არის ჩემთვის ტორტი. და მაკმაყოფილებს ფაქტიურად კი ბატონო და ის ტორტი უკვე იმდენად ტკბილია რომ და უკოფეინო ყავას რატომ მიირთმევთ? იმიტომ რომ კოფეინი მაფორიაქებს, მე არ მჭირდება ზედმეტი აფორიაქება, მე ისედაც ჯამდება ენერგეტიკას, ემოციური ვარ და ამიტომ უკოფეინო ლატე ნუშის რძით არის აი იდეალური. კი ბატონო, თქვენს ხო, კოფეინოს ხო. ხო, არ მჭირდება კოფეინი არაფერში აბსოლუტურად. სხვათა შორის ქალბატონია, ახლა ბევრი წელია უკვე ძალიან დიდ პატივს გცემთ, მე კი არა, მთელი საქართველო და დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ჩემსაკვისთვის, რასაც ასეთი დიდი სიყვარულით ემსახურებით და ნამდვილად მართლა გამორჩეული ხმის ტემბრის შესრულების მანერაც და ახლა ბევრ კომპლიმენტს აღარ გავაგზავნებ, მაგრამ ჩემთვის პირადად მართლა აღმოჩენა იყო თქვენი დამოკიდებულება, თუნდაც იგივე თქვენი ჯანმრთელობის მისამართით საკუთარი თავის პატივისცემა ეს ჩემი აზრით და ხო ძალიან მნიშვნელოვანია დისციპლინა, მაშინ როდესაც თუნდაც იგივე საქმე ჯანმრთელობას ეხება და სხვისი პატივისცემაც დიდი გამოწვევა, მაგრამ შესაძლებელია, აი ამის თქმა მინდა, შესაძლებელია რომ ეს მოვახერხოთ და ეს არ იყოს ძალიან სტრესული. საკუთარი თავიდან იწყება ყველაფერი აბსოლუტურად. ისეთი სიმშვიდით ლაპარაკობთ თქვენს ასე ვთქვათ მიდგომებზე, რომ იცით რა, აი ხა მე მინდა რომ ვიყო შთამაგონებელი ბევრი ადამიანისთვის, ვინც უყურებს ახლა ამ გადაცემას და ვისაც აქვს მეორე ტიპის დიაბეტი, სავსებით შესაძლებელია ის სიამოვნო სამზარეულოთი ძალიან გემრიელად, კარგად და ამავე დროს დაიცვა, ასე ვთქვათ, შენი ჯანმრთელობა და არ ავნო შენ თავს, ასე რომ არ არის ეს რთული. მე უკვე სიამოვნებაში გადამევიდა ის რაციონი, რაც მაქვს. ჩემი ტვინის ის უბანი, რომელიც ტკბილეულზე აქტიურდება, ის საერთოდ ოფცია გავთიში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვალს არ უნდა. ხო? და თან კოფეინო ყავას ნუშის რძით მიირთმევთ. აბარა და დღეს ფსიქოლოგიურად მართავთ ამ პროცესებს, შეიძლება ასე ითქვას. ზურამ კი დამცინა ხახუზე, მაგრამ ნახე რა სიფერადეა. არა, სასწაული რაღაცა გესმაზეა. მე გემოს გასინჯა. არა, დაგცინე როგორ გაკადრება. არაფერი ამას არ ჭირდება, არაპური, აბსოლუტურად არაფერი იმდენად არის ეს
ხო, იმიტომ რომ ნახშირწყლები გიჟდები კარგად არის. ყველაფერი რა თქმა უნდა, გიჟდები ტრადიციულად ჩვენ სამზარეულოში გუდვილი გვამარაგებს და დღესაც ხედავთ როგორი ცინცხალი და ფერადი ბოსტნეული გვაქვს, რადგანაც გუდვილში ქართველი ფერმერებისაგან მოწოდებული ყველა ბოსტნეული და თუ ხორცპროდუქტები გადის ლაბორატორიულ შემოწმებას უშუალოდ გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახსე და ამიტომაც არის სანდო. ასე რომ ბულგურზე მოვყვები როგორ მოვამზადე ასევე ქალბატონი მაიას რეცეპტით. ცოტა ბულგური გავავლეთ წყალი, მოვათავსეთ თასში, მოვაყარეთ მარილი და დავამატეთ ზეითუნის ზეთი. ჩვენ სამზარეულოში არის რა თქმა უნდა ფარკიონე ზეითუნის ზეთი, რომელიც გახლავთ იტალიური, წარმოდგენილია გუდვილში, არის ცივი და ცხელი დაწურვის და იდეალურია როგორც ცივი, ასევე ცხელი კერძებისთვის, აქვს ნეიტრალური გემო და ძალიან კარგი ტექსტურა. დავამატეთ ჩვენს ბულგურს ერთი 2 სუფრის კოვსი ზეითუნის ზეთი, ესე კარგად შევურიე, შეიძლება ითქვას ცოტა მასაჟიც გავუკეთე. და შემდეგ დავამატე ადუღებული წყალი, გადავაფარე ესეთი ვაკუუმის პარკი და დავტოვე და პრინციპში უკვე აბუჟბუჟდა და შეგვიძლია ჩავდოთ და ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. აი ცალკე თასში ზეითუნის ზეთი და ლიმონი უნდა ჩაიწუროს. კი ბატონო, соус მოვამზადებ. соуსი მოვამზადოთ და შემდეგ ჩართვაში გვექნება შეკმასული სალატი. კი, ნამდვილად. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. ესეც ასე, მოკლედ ჩვენ ძალიან მალე გავაგრძელებთ კვლავ ქალბატონ მაიასთან ძალიან საინტერესო საუბარს და ასევე საინტერესო კერძის შექმნას და მის ცქერას პარალელურ რეჟიმში და რა თქმა უნდა თქვენს გაგიზიარებთ ყველა დეტალს და ბუნებრივია მაიას ვერ გავუშვებთ მუსიკალური ნომრის გარეშე. გემრიელი ნაწილი. კიდევ ერთხელ გემრიელი ნაწილი იწყება, აი. კი ბატონო, მე ვასრულებ ქალბატონ ჩემ ფოკუსირება აი. რეცეპტს ზედმიწევნით ბულგური მზად არის, რომელსაც ახლა შევურებთ ჩვენ სალატს და დამრჩება რომ დავამატოს соуსი, რაც არის ბევრი ლიმონი, მაქსიმალურად ბევრი ლიმონი, კი ბატონო. დიახ, 1-4 ლიმონი და დავამატებ ზეითუნის ზეთს რა რაოდენობით? ნუ დაგენანებათ. კი ბატონო, საკმარისია და მარილი აუცილებლად. ძალიან მარილი გემოვნებით რა თქმა უნდა, ვის რამდენიმე მაგალითად მიყვარს როცა მჟავე და მარილიანი ერთად კარგად. მეც მარილი კარგად არ გახსნა, ისე და ეს კარგად ავთქვიფოთ. აურიოთ, შევაზავოთ გემოები. კი ბატონო. ისეთი კიდე გითხრათ რომ არომატია. ბულგური დამბალი კიდევ უფრო დალბება სალატში, იმიტომ რომ პომიდორი გამოყოფს წვენს და თავის წვენში კარგად შეიწოვს კი ბატონო. ლიმონით დაემატება. იცი რა, ბოლომდე აბა ნახევარი ჩავყაროთ მაშინ, ხო? ნახევარი საკმარისია, ცოტა აი всё, საკმარისია სრულიად. და გადაურიოთ ასე კი ბატონო. ქალბატონო მაია, ასევე დესერტს ვამზადებთ, რომელიც არის ძალიან საინტერესო. ესე იგი, ესეც ვამზადებთ. ვინც მაყურებელი ახლა შემოგვიერთდა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დილიდან, უბრალოდ ქალბატონი მაია დილიდან საუბრობს იმაზე, რომ მისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი იმ თვალსაზრისით, რომ ყვებას ძალიან აკონტროლებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი ადამიანისთვის მინდა რომ ერთგვარი ინსპირაცია გავხდეო, ჩვენ არაერთი კომპლიმენტი ვუთხარით მას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დისციპლინა გასტრონომიულ საკითხებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მართლაც აი განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს, რომ აი ესე ზედმიწევნით გარკვეულ წესრიგს ქმნის, შეიძლება ითქვას, კი, პატივისცემს და წესრიგს ქმნის თავის ცხოვრებაში. რაც ეთქობა კიდეს მე ვფიქრობ, როგორც ვიზუალურად, ისე ენერგეტიკული თვალსაზრისით და ამჯერად უკვე მივადექით ტკბილეულს. ჩვენ გავაჟღერეთ ესეთი შეკითხვა, რომ აი ტკბილეულის ჩანაცვლება რითი არის შესაძლებელიო და ეხლა აი ამ საჭირო რჩევას მივიღებთ უკვე მისგან. კი ბატონო, ტკბილეულის ჩანაცვლება შესაძლებელია უფრო ჯანსაღი საკვებით, ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს არის ნაკლებად კალორიო, ეს არის უკეთესი და უფრო ჯანსაღი ვიდრე ნამცხვარი, იმიტომ რომ იქ არის ცხიმი, შაქარი, ნახშირწყალი ერთად და აქ კიდე უფრო მაგალითად ფრუქტოზა არის, მაგრამ მაინც არის შაქარი. დიაბეტიკებს ურჩევ, რომ მეტფორმინის ფონზე მიირთვან ეს
დიდი რაოდენობით მოერიდონ მაინც ამის მირთმევას. ძალიან ნოყიერია, ესე იგი ჩვენ ნახეთ ეს კურაგა არის აპრიკოტის ჩირი, რომელიც არის ბუნებრივი პანანგინი, რამდენადაც მე ვიცი, იმიტომ რომ არის გულისთვის. ესე იგი ქლიანი და გარგარი გვაქვს, ხო ჩვენ? გარგლის შირი, კი ბატონო, ეს მოგეხსენებათ ქლიავის შირი კუჭნაწლავის მოქმედებისთვის არის შესანიშნავი, ამიტომ ვისაც ყაბზობა აწუხებს ძალიან წაადგება. ასევე რა იყო? ესეც გაიგეთ. სურა ნახე შენა ეს მიიღო. დააკავეთ ძალიან. რა იყო რა მეცქვა? ისე პიტნაც მოუხდებოდა ახალად. გაცნობაზე გამეცე. გასინჯეთ. აბა მითხარით როგორ მოგეწონათ? გებრიელეს ნუ ეს არის ვიტამინების ბომბი, რომელიც შეგიძლიათ მთელი თამამად შეგვიძლია ვიყოთ. ქალბატონო მაია, თქვენ ხშირად ბრძანდებით გასტროლებზე და ახლაც ვიცი რომ იგეგმება და ამაზეც შეგეკითხეთ. იქ როგორია თქვენი კვების განრიგი? აბსოლუტურად არ იცვლება, იმიტომ რომ აი სასტუმროში ხარ და ჩახვედით და აი აქედან იქამდე არის საუზმე. ნუ საუზმე რაც შეიძლება ჩემთვის დაუშვათ, ხო? იმას აუცილებლად იმას მივირთმევ, რა თქმა უნდა და ვცდილობ რომ ნუ რა თქმა უნდა შეიძლება იყოს რაღაცა პატარა გამონაკლისი, მაგრამ ძირითადად იცით რატომ იცით? იმიტომ რომ ვერაფრით ვერ მივირთმევ იმას რასაც უკვე ვეღარ ხო თუ შეიძლება დიახ. როგორია? შეგაწყვეტინეთ, მაგრამ ძალიან გემრიელია. ხო, ძალიან აი ეს სიმჟავე, აი ეს ჯანსაღებ. კი ბატონო. იცი რა ხო, მაია, მოგვიყევით თქვენს მომდევნო გასტროლზე, სად იგეგმება? სად იგეგმება? ძალიან სადაც იგეგმება და დიდი სამზადისიც აქვს ქალბატონ მაიას. ძალიან საინტერესო ადგილზე მივდივარ. თქვენ ძალიან კარგ დროს მომიწვიეთ, იმიტომ რომ მე მექნება გამოსვლა დუბლინში, 2 კონცერტი მექნება ირლანდიაში. მთელი ინგლისური ლიტერატურული საუნჯი იქიდან არის ლუისი ჯოისი, რა ვიცი ვინ არა. გამხელა სიამოვნება ელოდებათ? ხო, უნდა აუცილებლად ვთქვა, რომ ეს არის ძალიან კარგ საქმეზე მივდივარ. ეს არის საქველმოქმედო კონცერტი, რომელსაც ვატარებთ იმისთვის, რომ ქართულ სათვისტომოს გადაეცეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის აუცილებელი ტერიტორია. ანუ შესაწყიდია და ეს არის ფანდრაიზინგი. ფაქტიურად ეს არის თანხის აგროვება და შემოსული თანხი გადაირიცხება ქართულ სათვისტომოს. დიდი მადლობა მამა გიორგის, მაქსიმე აღსარებლის ეკლესიის წინამძღვარს, დიდი მადლობა ქართულ საელჩოს ირლანდიაში, ყასულა ძალიან მაგარი ელჩი ქალბატონი, ძალიან ლამაზი სოფო კაცარავა და არის ჩემი ბიძაშვილი მინდა გითხრათ და ძალიან ყოჩაღად და კარგად წარადგენს საქართველოს ლონდონშიც იყო და ეხლა ირლანდიაშია. და კარგ საქმეში გაქვთ? და ქართული სათვისტომო კერია ლელა შურუპოვას დიდი მადლობა და მოკლედ კარგი საქმეა, იმიტომ რომ იცით როგორი კონცეფტი იქნება, მადლიანი საქმეა. ძალიან ინტიმური საუბრით მარტო მივდივარ როიალთან, ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიას სალონური იქნება და შემდეგ უკვე საელჩოში აღნიშნავთ დამები. ქალბატონო, იცით ახლა როგორი კითხვა გამიჩნდა, რომ თქვენ ხართ მართლა ერთ-ერთი ძალიან გემოვნებიანი შემსრულებელი და ჯაზი მართლა ის მიმართულებასაც მე ვფიქრობ, რომ გემოვნება ძალიან მნიშვნელოვანია აი სხვა არტისტის და ზოგადად საქართველოში მის პოპულარიზაციასაც. და ხო აუცილებელია რაღაც გარკვეული კომპონენტების ერთობლიობა ამ მიმართულებაში. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელი ისე როგორც აი განსაკუთრებული ყური მაგალითად. და სმენაც მგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ბაჟრაცაც მომღერალთან გვაქვს საქმე, მაგრამ მე მგონია, რომ ეს კიდე სხვა რანგის სირთულეებთან არის ეს მიმართულება დაკავშირებული. მაგრამ აი დროსთან ერთად ალბათ ოდესღაც ამ მიმართულებაში თქვენი კუმირი არ ვიცი ყავდათ, მაგრამ აი დროსთან ერთად ეს თქვენი გემოვნება მუსიკისადმი არ იცვლება? არა, პრინციპში რაც მომწონდა, იგივე მომწონს, უბრალოდ რეპერტუარი გაიზარდა, ალბათ მარტო ჯაზი არ არის ჩემი რეპერტუარი, ქართული მუსიკაც არის. მაგალითად ჩვენ
მე ესეთ ძალიან საინტერესო პროექტში ვიყავი მურმან ჯინურიასთან ერთად, რომელიც სიტყვის აკადემიამ დაგეგმა და შეასრულა და აი აქ უკვე ქართული მუსიკა ჩემოვიდა დარბაზთან ერთად, ასე ვთქვათ, სიმღერა და მე ვფიქრობ, რომ მუსიკა, კარგი მუსიკა თუ არის, შეიძლება ნებისმიერი ჟანრის იყოს, მაგრამ ერთგული ვრჩები მუსიკის, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ამერიკული, თანამედროვე ამერიკული მუსიკის, ჯაზის ერთგული ვრჩები, იმიტომ რომ რა არის, იცით, ჯაზის მსმენელი არის, გამოირჩევა პოპის მსმენელისგან, იცით, რითი, ძალიან ცნობის მოყვარული, იმიტომ რომ ჯაზში არაფერი არ მეორდება, არასდროს არ იცი რა იქნება, ახლა დიდ კორიფეებს, როდესაც უსმენთ, რა თქმა უნდა, ლაპარაკია პროფესიონალ მუსიკოსებზე, ასე ვთქვათ, და არასდროს არ იცი, როდის რა დაიგეგმება. ამიტომ ცნობის მოყვარე ადამიანი არის ჯაზის მსმენელი და ადამიანს, აი ჩვენ რომ მოგწონს მელოდია და რო გვაჟრიალებს, ხოლმე ეს დამოკიდებულია დოფამინერგიულ სინდრომზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ტვინი სულ დაჯილდოებას ელოდება. და აი ეს რაღაცა რო არის, იცით, შეგრძნებები რო არის, აი გუზბამს დამაყარაო თითქოს, ხო? აი ეს ჟრიალები, ხო, ეს ბრივიდი, რასაც ქვია, აი სწორედ მოულოდნელობის დროს მუსიკაში იმართება. დღეს ჩვენ გვექნება ზუსტად ვიცი, როდესაც უკვე დასასრულისკენ ერთ გემრიელ მუსიკალურ კომპოზიციასაც შემოგთავაზებს. გემრიელობა. კი, დღეს ქალბატონო მაიამ გაგვიზიარა ძალიან საინტერესო რეცეპტები, მოგვიმზადა გემრიელად. შეხედეთ, რამდენია. თელი რუსთავიორი მიითმევს. ყოველ შემთხვევაში თქვენ გადაცემას ეყო. რანი გადაცემა ძალიან მარტივია. არც ღუმელი გჭირდება, სტაფა, არც ქვაბი, არაფერი არ გჭირდება, დესერტიც წარმოდგენილია და ძალიან სასარგებლო და ჯანსაღი სალადი, ვიტამინები, ვიტამინების ნაჯერი. თუ ვინ ნოყიერია, მინდა გითხრა. ზურამ დააგებინა. შორის მე ძალიან მომეწონა, ბოლომდე მივირთვი სიამოვნებით. დეტოქს სალათის რეცეპტს კიდევ ერთხელ თუ შეიძლება მაინც მაყურებელს შევახსენებ, ჩვენ გვაქვს აქ ბულგური გამოყენებული, რომელიც ჩავალბეთ ადუღებულ წყალში ზეითუნის ზეთთან და მარილთან ერთად, არის პომიდორი, არის უხვად ლიმონი, რომელიც ასევე ზეითუნის ზეთთან ერთად გავხსენით სოუსისთვის და არის ოხრახუში და მწვანე ხახვი. დიდი რაოდენობით. დიდი რაოდენობით შეიძლება ითქვას, რომ მწვანილი არის 4 ერთ ბულგურზე ულუფა დაახლოებით, აი 4 ერთზე. დესერტს რაც შეეხება, აქ არის ხაჭო, რომელშიც თქვენ დაამატეთ ქიშმიში, ეს დესერტი, ეგრეთ წოდებული დავაგემოვნა და არის ძალიან კანტური გემოებით. დავამატებ და ხო გემრიელია და თან ვისი მომზადებულია, ქალბატონი მაია რომ სისხამდილით საუზმეს მოგიმზადებს, არ ვიცი რა. აბა გადასცდა ენერგიას. აქ არის გარგლის ჭირი დამატებული, არის ქლიავის ჭირი, ქიშმიში და როგორც ხედავთ, ჩვენთანაც არის წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის გერმანული ბრენდი ზებერგერის ჭირეული, რომელიც თხილი, ჭირი, სხვადასხვა ჭიას თესლი თუ სხვადასხვა სეზამი, მოკლედ ყველაფერს იპოვით ამ ბრენდში და წარმოდგენილი არის გუდულში და ასევე გვაქვს გურბილის წარმოების რა კარგიას ბრენდი, რომელიც იცით ჩვენ სამზარეულოში უხვად არის წარმოდგენილი, არის როგორც ჭიას მარცვალი, ასევე ბრინჯის ნაირსახეობები, არის ჰიმალაის მარილი და ასევე რა თქმა უნდა სხვადასხვა ჭირეული. ეს ყველაფერი დაემატა ხაჭოს, რომელსაც არ აქვს არც თაფლი, არაფერი ჩვენთვის. და არის ძალიან იდეალური ტკბილი. ხო, და ცოტა აქვს ბანანი დამატებული და იდეალურად გამოიყურება გავაფორმეთ პიტნით და ძალიან ლამაზია, ქალბატონო მაია, დიდი მადლობა. მრავალფეროვანი და თან ჯანსაღი. ისეთივე როგორიც არის ქალბატონი მაია და მისი შემოქმედება. ძალიან ნამდვილად ასეა და რა თქმა უნდა, ეს თქვენც თუ გინდათ რომ აი ესე სწრაფად და მარტივად ყველაფერი მოამზადოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებგვერდი ან აპლიკაცია Goodwill-G და თქვენთვის სასურველ პროდუქტებს Goodwill-ის გუნდი უმოკლეს დროში სასურველ მისამართზე მოგაწოდით. ქალბატონო მაია, თქვენ რა სიხშირით ამზადებთ ხოლმე ამ ყველაფერს სახლში თქვენთვის?
უნდა გამოვწყდე რომ თავისუფლებას ვაძლევ რომ არ მოვამზადო სახში და გამზადებული ვიყიდო, მაგრამ როდესაც მენატრება ყოველთვის ეს ძალიან მარტივია. და ჩვენ როგორი ფუფუნება გვაქვს ძალიან. ხო ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი არაფერი არ მე არ მიყვარს კომბინირებული, ეს არ არის ახლა ესეთი კომბინირებული საკვები, მე ვამბობ ისე მძიმე სადილები არ მიყვარს. ამიტომ სახში მაქვს სტაფილო, ავოკადო, ყველი, ხაჭო და თუ ძალიან მომინდა ვთქვათ აი ესეთი გემოები, მაშინ ტაბულეს და ის რაც ახლა ჩამოთქვალეთ, ეს საკმარისია თქვენთვის აი სადილისთვის და ვახშინისთვის, ხო? აბსოლუტურად. მე თუ გემო მომეწონა, მე შეიძლება ეს გემო გავიმეორო ბევრჯერ. და არ მომბეზდება. მთავარია იმ გემომდე მივიდე იმ კონსისტენციამდე, სტრუქტურამდე გემომდე, რომ რაც მე მსიამოვნებს. და კი ხართ ფანტასტიკურ ფორმაში. მადლობა დიდი. წყალსაც იღებთ დიდი რაოდენობით? წყალსაც ვიღებ ლიტრო ნახევარი წყალი დღეში დაახლოებით და ჩემი უკოფეინო ლატე, როგორც დესერტი. ესეც როგორც ტორტელ? არა. რამდენჯერმე? რამდენიჯერმე. ესე იგი თქვენი უკოფეინო ლატე ისეთი დაგვაინტრიგეთ. მინდა რომ დავაგემოვნო. გავაკეთებთ კი ბატონო. ესე იგი ზურას უნდა დაეკითხე, როდის გვეპატიჟებით. შეგბედათ. შო. და დათქმული დავთქვა დრო და მოვიცანდი. შემდეგ ჩემთან დაგვაპატიჟებთ და ასე. კი ბატონო, ვიაროთ მაია შეგვისრულებს, ვიცი რომ ძალიან კარგი ნომერს, მაგრამ მანამდე მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ იყავით დღეს ჩვენ სამზარეულო სტუმარი, გაგვიზიარეთ თქვენი საინტერესო რეცეპტები და იფუსფუსეთ ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა, მე სიამოვნა გავიხსენე და ეხლა შთაგონებული წავალ და ვიმღერე. ძალიან დიდი პატივია თქვენი ჩვენთან სტუმრობა. მადლობა.